Თქვენი მყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. Კვლავ მოგესალმებით, მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად. დღეს ჩემი სტუმარი არის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა გომართელი. მე უკვე დავაანონსე და კიდევ ვიმეორებ, რომ 6 იანვარს სადღესასწაულო სასახლეში ქართველი მომღერლის თემურ თათარაშვილის მასპინძლობით საშობაო ჯადოსნური საღამო გაიმართება და თუ რა მოხდება 6 იანვარს, ამაზე თამუნა თავად გვესაუბრება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამოძებნეთ და გვეწვიეთ, იმიტომ რომ ვიცით ამ ძალიან დაკავებული ხარ. მოკლედ ახალი წელი გვიახლოვდება. უპირველეს ყოვლისა მინდა წინასწარ მოგილოცო, მინდა რომ 2017 წელი წარმატებული იყოს თქვენთვის. თამუნა, 6 იანვარი არაჩვეულებრივი საღამოა, ხო? საშობაო ჯადოსნური საღამო და მოდი პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. გადავიდეთ. რას გვპირდებით, რას ვიმზადებთ მაყურებელს 6 იანვარს? დილო მშვიდობისა, ნინო, პირველ რიგში მოგესალმები შენ და თქვენს ერთგულ რადიო მსმენელს. რამდენიმე საათი დარჩა, დათვლილი საათები ახალწლამდე. მე მინდა ვისურვო ყველაზე იმედიანი ახალი წელი რადიო იმედის მსმენელებისთვის, ყველაზე მთავარი თქვენთვის და ყველაზე სასურველი ალბათ ნატრა და ოცნება არის ბევრი მსმენელი. და აი ამას გისურვებ ზუსტად. მე ამბობენ კარგი ფეხი მაქვს, ჯერ მეკვლეობამდე ძალიან შორია და ბედობამდე, მაგრამ ვისურვებდი რომ ძალიან ფეხბედნიერი მეკვლეები ყოლობდეთ. უარზე არ ვიქნებოდი თუ ჩვენი მეკვლეც გახდეს. სიამოვნები. დიდი მადლობა მოწვევისთვის, რადიო იმედს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ახორციელებთ უკვე გარკვეული პერიოდია. მე ვიცი რომ 20 დეკემბრიდან თქვენს ეთერში ტრიალებს ზუსტად 6 იანვრის საშობაო კონცერტის მხარდასაჭერი აუდიო რგოლი, ისევე როგორც ტელეიმედის ეთერში ტრიალებს ტელერგოლი. იქნება საღამო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ რიგში სანამ იდეაზე ვისაუბროთ. ხო, იდეა ძალიან საინტერესოდ გაჩნდა. სადღესასწაულო რიტუალების სასახლემ წელს მოიპოვა ოქროს სტანდარტი. ეს არის ხარისხის ნიშანი, ჯილდო, ძალიან საპატიო სტატუსი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ჩვენი პრემიუმ კლასის მომსახურებისთვის. ეს არის ჩვენი ძალიან ესეთი კარგი გუნდის დამსახურება და რასაკვირველია ქალბატონ მზია პატარკაციშვილის დამსახურება. ამის აღსანიშნავად სასახლე მიიწვიეს დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს იყო გაჭრეთის ამბასადორში დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ გადმოგვეცა ქალბატონ მზიას სცენაზე გადაეცა ეს ოქროს ჯილდო, ორდენი და ზუსტად იქ ესწრებოდა მოწვეული სტუმრის სტატუსით თემურ თათარაშვილი. და იქ ეს სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ ყველაზე ლამაზი დღესასწაული ახალი წლის შემდგომ და იმ პერიოდში არის რასაკვირველია შობა. და ზოგადად მე მგონი ეს სპონტანურად დაბადებული იდეები ყოველთვის ამართლებს. მეც ასე ვფიქრობ. და ნუ რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილია თემურის რამდენი თაყვანისმცემელი მსმენელი და გულშემატკივარი არ იყავს საქართველოში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მომღერალია, ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარით. უბერებელი სიმღერები. აუცილებლად. აი ეს თუნდაც ის სიმღერა, რომელიც ახლა გაჟღერდა თქვენს ეთერში, ზუსტად ამ სიმღერის სახელს ატარებს ჩვენი საშობაო კონცერტი, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს מחარობელი და ამიტომ პირდაპირ კავშირშია სახელწოდება ფორმატთან. ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ მსმენელს, მართალია სადღესასწაულო რიტუალების სასახლე იტევს 1000-მდე სტუმარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ტელეიმედი გადაიღებს და ამ კონცერტს განათავსებს შემდგომ ეთერში, ანუ საეთერო კონცერტის ფორმატი მიეცემა, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რაოდენობა მოსაწვევების. მხოლოდ 140 სტუმარს ექნება საშუალება რომ დაესწროს აი ამ ღონისძიებას. და ამიტომ ველოდებით რომ მაგრამ რაც შეეხება მაყურებელი როგორც უკვე აღნიშნეთ ეთერში ნახავს ყველაფერს რადიო იმედის მხარდამჭერია და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ბატონი თემური თავად ჩაგვერთვება და გავაღვიძეთ და ელოდება ჩვენს ელოდება და ის თავად ისაუბრებს ამას და ზოგადად მე მაინტერესებს თამუნა რიტუალების სასახლეში ამ სადღესასწაულო სასახლეში არაერთი ღონისძიება ტარდება და მოდი ამ ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აუცილებლად პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ როდესაც ჩამოდის სტუმარი საქართველოში, პირველად მოყავთ ჩვენთან. იმიტომ რომ სასახლე თავისთავად გახლავთ უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, რომელიც შესულია ამიერკავკასიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული არქიტექტურული ნაგებობების ტოპ-ათეულში. შესაბამისად, ყველაფერი იქ არის კულტურული მემკვიდრეობა. ან ნებისმიერი რანგის სტუმარი, ვინც ამ ნებისმიერი რანგის სტუმარი, ეს იქნება დიპლომატიური კორპუსი, ძალიან ხშირად ჩამოდიან არქიტექტორები, არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაღებულია ჩვენ შესახებ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის
ტელერადიო კორპორაციების ეთერში გასულა. ჩვენთან იმართება ძირითადად ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალურ დღესასწაულებთან. ხშირად გსტუმრობენ საელჩოები. მე ძალიან მეამაყება, რომ 2 წლის წინ ზუსტად ჩვენთან ეს ბევრმა არ იცის და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც თქვენი ეთერს მეშვეობით. ზუსტად ჩვენთან სასახლეში ძალიან ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა მაკმალბახმა გადაიღო ხატრული ფილმი პრეზიდენტი, რომელიც იმავე წელს გავიდა კანის კინოფესტივალზე და მოიპოვა უმაღლესი ჯილდო. და წარმოგიდგენიათ, სოფლიო დიდ ეკრანზე გავიდა ჩვენი სასახლის კადრები და ეს არის ძალიან ღირსეული, ღირებული, არა მარტო ცხადია ჩვენთვის, ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ საქართველოში, თბილისში, დედაქალაქის შუაგულში არსებული არქიტექტურული შედევრი, რომელსაც არ აქვს ანალოგი, ნახა მთელმა მსოფლიომ. კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის მასპინძელი იყავით ჩვენ. გითხრათ ეს ძალიან საამაყო. ნამდვილად, მე ძალიან მომენტს ნამდვილად გავაკეთებ. ჩემი პოზიცია მაძლევს იმ საშუალებას. კი ბატონო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ძალიან მეამაყო მე და სასახლის ყველა თანამშრომელი. და მთელმა გუნდმა. ნამდვილად, ჩვენთან ძალიან ხშირად იმართება ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ისეთ საკვანძო დაჯილდოების ცერემონიალთან. თუნდაც იმედის გმირების დაჯილდოება, რომელიც ჩვენთან გაიმართა წინა სახელმწიფო და შემდგომ მთელმა ქართული საზოგადოების უმეტესობამ ნახა იხილა. ჩვენთან გაიმართა მსოფლიო თასი ცეკვებში და უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ყავდა მოწვეული. ტელესაკომუნიკაციო, ფარმაცევტული ფორუმები, კონფერენციები, ანუ სადღესასწაულო სასახლე თავისთავად ცხადია გულისხმობს დატვირთვას არა მხოლოდ თქვა კორპორატიულ წვეულებებზე, არამედ კონფერენციებზე, ანუ ბიზნეს შეხვედრების ჩვენთან ძალიან ხშირია. კარგი, და ამ ყველაფერს ასაკურველია მთელი გუნდი უზრუნველყოფდა. მოდი, რადგან ახლა დრო გვაქვს, თქვენს გუნდზეც ვისაუბროთ, ანუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აი ესეთ არაჩვეულებრივ ღონისძიებებს ძალიან გაგვიმართლა. მოგეხსენებათ, ქალბატონი ზია პატარკაციშვილი გახლავთ ჩვენი ხელმძღვანელი, რომელმაც თვითონ თავისი შეხედულებით შეკრიბა გუნდი, რომლის თითოეული წევრი არის ძალიან კარგი მცოდნე და კვალიფიციური პროფესიონალი თავის საქმეში. და ზუსტად ამან გამოიწვია ალბათ ის, რომ ჩვენ 4 წლის თავზე მივედით საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით. ღონისძიებების პრესტიჟულობა, რამდენად ითვლება, რომ სასახლე არის პრემიუმ კლასის მომსახურებით გამორჩეული. მე ვიტყოდი, არა მარტო მე, აი ზუსტად ჩვენი დაჯილდოება ამ სიტყვებით დაიწყო, რომ უკონკურენტო ლიდერი საქართველოს ბაზარზე პრემიუმ კლასის მომსახურების სეგმენტში. ანუ ეს არ არის მხოლოდ რესტორანი, ეს არ არის მხოლოდ ლოუნჯი და არ არის მხოლოდ საკონფერენციო მომსახურებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი. აქ თავმოყრილია ძალიან ბევრი ზონა საიმისოთ, რომ ფორმატის მიხედვით შეირჩეს ღონისძიებიდან გამომდინარე სპეციფიკიდან გამომდინარე ვთქვათ ლოკაცია. ნებისმიერი ტიპის ესეთი კვალიფიციური სეგმენტი იყრის ჩვენთან თავს და ეს არის ზუსტად ჩვენი სტაფის და ჩვენი კარგი გუნდის დამსახურება და ყველას დიდი მადლობა. ჩვენთან არიან ძალიან კარგი ივენტ მენეჯერები, ფინანსისტები და ადამიანები, რომლებიც იციან თავის საქმე და იციან როგორ აკეთონ ეს ხარისხიანად. ფაქტია, რომ შედეგი სახეზეა. თამუნა, რაც შეეხება 6 იანვარს, უკვე ამაზე ვისაუბრეთ და ბატონი თემური ჩაგვერთვება. 6 იანვრამდე თუ აპირებთ რამეს ახალი წლისთვის? ჩვენ მაქსიმალურად ამ წუთში ყურადღება მობილიზებული გვაქვს 6 იანვრის საშობაო კონცერტზე, რის შემდგომაც მუდმივად დღესასწაულებზე ყოველთვის შევეცდებით ხალხისთვის, მსმენელისთვის აქტუალური, რეიტინგული, საყვარელი და სმენადი მომღერლების თავშეყრა გავაკეთოთ ხოლმე სასახლეში. გეგმავთ სიყვარულის დღეს ასევე საინტერესო ღონისძიებას, წინასწარ არ დავაანონსებ, მოდი დავტოვოთ სიურპრიზად და შემდგომ თქვენი მსმენელი ისე თქვენი ეთერის მეშვეობით შეიტყობთ. ამჯერად ორიენტირებულები ვართ ძირითადად 6 იანვრის კონცერტზე. აქ არ იქნება მარტო თემურის რეპერტუარი გაჟღერებული, აქ იქნება ძალიან ცნობილი დუეტები, ეკა კვალიაშვილთან, ნუკრი კაპანაძესთან, მაია ჯაბუასთან. მაყურებელი დიდ ეკრანზე იხილავს ყველა ცნობილ ვიდეორგოლს, რომელიც ოდესმე შექმნილა თემურის ბიოგრაფიის განმავლობაში. იქნება ძალიან საინტერესო წითელი ხალიჩა, სანამ დაიწყება კონცერტი. 7 საათზე მსმენელი მობრძანებული, სასახლეში მობრძანებული მსმენელი მომღერალთან ერთად ფოტოსესიაში ჩაერთვება ზუსტად წითელ ხალიჩასთან. და ბოლოს საღამოს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი. და მე მგონი DJ-ს გაყოლება. აუცილებლად DJ სეტის. და ამას ყველაფერს ნახავს მაყურებელი იმედის ეთერში. კარგი, ძალიან კარგი. ამ თემაზე ჩვენ საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ გველოდეთ და წინ გველოდება თემურ თათარაშვილის ჩართვაც. თქვენი მყოფები დილის სამინისტროში.
დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დილამ შვიდობისა, კვლავ დაგიბრუნდით, ეს ეული დილის მინისტრი დათოს გარეშე, ესეთი ქალიც მე ვარ, კაციც მე ვარ და არაჩვეულებრივი სტუმარი მყავს. სადღესასწაულო რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამუნა გომართელი. თამუნა ისევ და ისევ მოგესალმები, ვინც ახლა შემოგვიერთა, მათ საყურადღებოთ 6 იანვარს სადღესასწაულო სასახლეში საშობაო ჯადოსნურის საღამო გაიმართება ქართული მომღერლის თემურ თათარაშვილის მასპინძლობით. ჩვენ გაცემის პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ ამ ღონისძიებაზე, მოკლედ, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს, რომ ბატონი თემური უკვე ხაზზეა და გველოდება. დილამ შვიდობისა. მოგესალმებით ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. აი მე და თამუნამ უკვე ვისაუბრეთ 6 იანვრის შესახებ. წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და რასაკვირველია, გისურვოთ ის და ვუსურვოთ ჩვენს მსმენელს ის, რომ ხშირად გაგვანებივროთ თქვენი შემოქმედებით, თქვენ იცით რომ მსმენელს ძალიან უყვარხართ. ბატონ თემურ, მოკლედ 6 იანვარს საშობაო ჯადოსნური საღამო გაიმართება და მინდა მსმენელს თუ საიდუმლო არ არის გაანდოთ თუ რას შესთავაზებთ? შეთავაზებ ჩემს იმდენებს როგორც ალბათ. დიახ. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი მეგობრები მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ლუკი კაპანაძე. იცით შეიძლება არ ვიცი, შეიძლება თეატრალური ინსტიტუტის კვარტეტიც დიახ. ესენი მოსკოვში მოღვაწეობენ ახლა როგორც იცით და ჩამოდიან ბიჭები 4-ში და ვიცი რომ ჩემს გვერდს ეკლებიან. დიახ. ახალ და ძველ სიმღერებს ძირითადად ძველი სიმღერების თუმცაც იშვიათად ღერი ახალს დევს კონცერტზე, იმიტომ რომ სცენას ყოველთვის უფრო უყვარს ახლა ძველი სიმღერის მოსმენა. დიახ. დიახ. მაქვს განახლებული ვარიანტები მაქვს რაღაცა ძველი სიმღერების. ახალი არანჟებით, ახალი რაღაც ინტერპრეტაციებით არის. კი ბატონო, ეს რაც შეეხება თქვენს რეპერტუარს და თამუნა მეგვითხრა, რომ თქვენი ყველაზე ცნობილი ვიდეო რგოლების ჩვენებად შედგება. ეგ თამუნას. აჰა, ანუ მე მგონი თქვენთვის არის სიურპრიზი, არ იცოდით. ხესოთ ეს საღამო იქნება ძალიან სავსე და მდიდარი სიურპრიზებით, რომელსაც არა მარტო თემური შესთავაზებს და მისი არაჩვეულებრივი კოლეგები, მომღერლები, მსმენელს და მაყურებელს, არამედ ჩვენი სასახლის ადმინისტრაციაც, ეს იქნება წითელი ხალიჩა, რომელსაც ვისაუბრეთ გააკვირით, ფოტოსესია მომღერლებთან ერთად, ეს იქნება ფეიერვერკი და იქნება ვიდეო ჩვენებები. კარგი და დამსწრე საზოგადოებას მიეცემა იმის საშუალება, რომ ბატონ თემურთან ერთად ფოტოები გადაიღოს წითელ ხალიჩაზე. და არ შემიძლია არ ვისარგებლო მომენტი და არ კითხოთ, ანუ რას პირდებით ახალს მსმენელს 2017 წელს გეგმავთ თუ არა ახალი ალბომის გამოშვებას? არა, ახალი ალბომის გამოშვება ეს ადვილი არ არის, იმიტომ რომ თულად ჩავესწრება რომ თქვა ახალ ალბომს უშ. დიახ. არა, ჯერჯერობით ისე მინდა რომ ესე იგი კარგად ჩატარდეს ეს კონცერტი. შემდეგ უკვე ვისაუბრებ ახალ ალბომზე. ჯერჯერობით გეგმაში ნამდვილად ამოქვს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს და ვიმეორებ 6 იანვარს მსმენელს და მაყურებელს არაჩვეულებრივი საშობაო საღამო ელოდება. მადლობა ბატონო თემურ თათარაშვილი იყო სატელეფონო ხაზზე და მოდით ამუნა ისევ დავუბრუნდეთ თემას, ხო? ჩვენ გაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ანუ რიტუალების სასახლეში არაერთი კარგი ღონისძიება ტარდება. რა თქმა უნდა. და იმაზეც ვისაუბრეთ, რომ თქვენ ძალიან სოლიდური და დიდი ჯილდო გადმოგცეთ. ეს არის ხარისხის ნიშანი და ეკონომიკის განვითარება შეტანილი წვლილისათვის მიღებული საპატიო ჯილდო, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი 4 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგი. კარგი და საინტერესოა რას აპირებთ 2017 წელს, იმიტომ რომ 2016 წლამდე ანუ 4 წელიწადია უკვე თქვენ ასე ვთქვათ აი ამ ამბავს სათავეში უდგეხართ, ვიმეორებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხართ, როგორც აღნიშნეთ პროფესიონალების გუნდი მუშაობს. ნუ ფაქტია რომ 2016 წელიც წარმატებული აღმოჩნდა. 2017 წელს რას აპირებთ? სხვათა შორის 2016 წელი ახსენეთ, არ შემიძლია არ ვთქვა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა შეგვექმნა
უნაკლო. ეს გამოიხატება და იგულისხმება საუკეთესო გახმოვანების აპარატურის ინსტალაციაში. ჩვენ თავს ვიკავებდით გარკვეული პერიოდი მასშტაბური საკონცერტო ღონისძიებების დაგეგმვისგან, ზუსტად იმის გამო, რომ ვთვლიდით, რომ ჩვენი გახმოვანების სისტემა არ იყო იმდენად სრულფასოვანი, როგორც საჭირო იყო ესეთი ტიპის კონცერტებისთვის. როდესაც იწვევ კარგ მომღერალს და შემდგომ ეს კონცერტი უნდა გავიდეს ტელეეთერში, ცხადია, საჭიროა, რომ იყოს ინფრასტრუქტურა ძალიან სრულფასოვანი. ჩვენთვის წელს ეს საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა 2017-ში. კონცერტების ძალიან ინტენსიური სერია და ციკლი დაიწყება. ჩვენთან პერიოდულად სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება ყველასათვის საყვარელი მომღერლების კონცერტები, კომბინირებული, არა მარტო სოლო და არა მარტო ქართველი მომღერლების, ამის თქმაც შემიძლია. რაც შეეხება 6 იანვრის საშობაო კონცერტს, მე მინდა დავუბრუნდე. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად გვახსოვს წელს თემურ თათარაშვილის სოლო კონცერტზე ფილარმონიაში ძალიან მალე ბილეთების მარაგი ამოიწურა. იყო სრული ანშლაგი და მაყურებელს, რომელიც დარჩა ბილეთის გარეშე, საკმაოდ ბევრი იყო ესეთი და უნდოდა დასწრება, მას უკვე აღარ ჰქონდა საშუალება ბილეთი შეეძინა, იმიტომ რომ ძალიან მალე გაიყიდა ბილეთები. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ თქვენს მსმენელს, რომ გაყიდვაშია სულ მხოლოდ 140 მოსაწვევი. ბილეთები შეძენა ყველა შეუძლია ონლაინ ბილეთები ჯიზე და ოფლაინ ჩვენთან სადღესასწაულო რიტუალების სასახლეში, ასევე ბიბლუსის ქსელში, ჭავჭავაძის გამზირზე და ბათუმშიც მე ვიცი რომ თემურს ძალიან ბევრი მსმენელი ყავს აბაშიძის ქუჩაზე. ასე რომ თუ კი ვიჩქარებ შეიძლება მოვასწროთ კიდე. კარგით და მოდით მსმენელს უთხრათ, ვინც დაუშვათ ვერ მოასწრებს ბილეთის შეძენას, ნუ ან რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებს, მას შეუძლია ეთერში იყოს კონცერტის დიდი სიამოვნება საშობაო ჯადოსნურის საღამო, სრული ვიდეო ჩანაწერი ტელეიმედის ეთერში. და მე იმედს ვიტოვებთ ამუნა რომ თქვენ რადიო იმედში და დილის სამინისტროში კონკრეტულად კიდევ ერთხელ გვეწვევით. დიდი მადლობა. მინდა გითხრათ ძალიან კარგი სტუმარი ხართ, კარგი რესპონდენტი ხართ. ნახოთ როგორი ფეხი აღმომაჩნდება. თუ დავიმსახურებ და თუ დაიმსახურებ და კარგი იქნება თუ ჩვენი მეკვლეც გახდებით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მეორე 6 იანვარს სადღესასწაულო რიტუალების სასახლეში საშობაო ჯადოსნურის საღამო გაემართება ქართული მომღერლის თემურ თათარაშვილის მასპინძლობით, ასე რომ 140 მოსაწვევი არის. იჩქარეთ, შეიძინეთ ეს მოსაწვევები, თუ გინდათ რომ მართლაც ამ არაჩვეულებრივ სამყაროში აღმოჩნდეთ და მე მგონი ამას ბევრი საუბარი არ უნდა. თემურ თათარაშვილი როგორი მომღერალია და სავარაუდოდ ხომ მაყურებელი არაჩვეულებრივი სანახაობის მომსწრე გახდება. თემური მარტო არ იქნება მის მეგობრებთან ერთად. ასე რომ აი მე ახლა გემშვიდობებით, რასაკვირველია დროებით, მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ჩვენ ერთმანეთს უკვე 1 წლის შემდეგ 2017 წელს შევხვდებით. პარასკევს დავით იგი მასპინძლობთ, ასე რომ წარმატებები ყოველივე საუკეთესო ამ ცხოვრებაში დამონაწილეს გილოცა მინდა მაქსიმალურად მოვეფერო ჩვენ მსმენელს. აბა დროებით და თემურის აი ამ არაჩვეულებრივ სიმღერას გიკავებთ. დროებით კარგად. Твои печали перекладывать, твои тревоги перекладывать на плечи силы свои. Выдумать, хочу тебя сегодня выдумать, хочу тебя как песню выдумать, весь мир тобою заслонять. Выдумать, чтоб самому себе завидовать, чтобы не верить и завидовать, что ты такая у меня. Баловать, хочу тебя сегодня баловать, одну тебя любить и баловать, о самом дорогом с тобою говорю. Баловать, могу весну тебе пожаловать, могу судьбу тебе пожаловать. Что скажешь, то и
подарю. Выдумать хочу тебя сегодня выдумать. Хочу тебя как песню выдумать. Весь мир тобою заслонять. Чтоб самому себе завидовать, чтобы не верить и завидовать, что ты такая у меня. Самому себе завидовать, чтобы не верить и завидовать, что ты такая у меня. თქვენი მყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.